გამარჯობა ბავშვებო, მე ვარ ნათია, ჩვენს რუბრიკას ქვია ამბები წმინდანებზე ბავშვებისთვის. დღეს გიჩვენებ და გიამბობთ ერთი ძალიან საყვარელი წმინდა მამის რომანოზის შესახებ, რომელსაც ტკბილად მგალობელი უწოდეს. რომანოზი წარმოშობით სირიიდან იყო. იგი კონსტანტინოპოლში საცხოვრებლად რომ გადმოვიდა, წმინდა სოფიას ტაძარში დაიწყო მსახურება. მას არანაირი განათლება არ ჰქონდა მიღებული, არც კითხვა იცოდა ლოცვა რომ წაეკითხა, ხმა და სმენაც კი არ ჰქონდა, რომ ეგალობა. თითქოს ტაძარში მსახურებისთვის ვერ გამოდგებოდა. საჭირო იყო სხვა სამუშაო მოეძებნა, თუმცა ეკლესიას ვერ შორდებოდა. სიმშვიდით, თავშეკავებითა და ღვთისმოსაობით რომანოზმა პატრიარქ ექვთიმეს ყურადღება მიიპყრო. ის ხედავდა, როგორი გულმოდგინებით იცავდა ყმაწვილი ეკლესიის სისუფთავეს, აფასებდა მის კეთილ ცხოვრებას და ამის გამო მგალობლებისა და მედავითნეების ტოლი ანაზღაურება დაუნიშნა. პატრიარქის ამ ქმედებამ მათი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან რომანოზმა არც კითხვა იცოდა და არც გალობა. გალობლებმაც და მედავითნეებმაც შეიძულეს რომანოზი. ისინი ცდილობდნენ შეძლების დაგვარად ევნოთ მისთვის. ერთხელ ქრისტეშობის დღესასწაულზე ტაძარში იმპერატორი მივიდა. რომანოზი იქვე იყო და ლოცვას უსმენდა. უცებ ტაძრის მსახურებმა იგი ამბიონზე გამოიყვანეს და უთხრეს. შენ ჩვენნაირად იღებ ანაზღაურებას, ხო და ახლა შენი გალობე საშობაო საგალობელი. თუმცა მათ იცოდნენ, რომ რომანოზს არც კითხვა შეეძლო და არც გალობა. ძალიან გაუჭირდა ყმაწვის ასეთი შეურაცხყოფი სატანა მეფისა და ხალხის წინაშე, დათანაც შობის დღესასწაულზე. იგი მწარედ ატირდა. როდესაც წირვა დამთავრდა და ხალხი ტაძრიდან გავიდა, რომანოზი ღვთისმშობლის ხატის წინ პირქვე დაემხო, ისევ მწარედ ატირდა და ლოცვა დაიწყო. იმავე ღამეს წმინდანმა ძილში ღვთისმშობელი იხილა. მარიამ მამას გრაგნილი გაუწოდა და უთხრა: რომანოზს შეჭამა. რომანოზმა გრაგნილი შეჭამა. ასე მიენიჭა მას სიზმარში დიდი მადლი. ამის შემდეგ ყმაწვილმა ბევრი რამ შეისწავლა. გალობების წერა დაიწყო და გალობდა კიდეც. იმავე დღეს ღამის თევის ლოცვაზე წმინდანმა საკვირველი ხმითი გალობა თავისი პირველი საგალობელი. ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის. ყველა გააოცა ყმაწვილმა ისეთი ტკბილი ხმითი გალობა. პატრიარქმა თავისთან იხმო რომანოზი და გამოჰკითხა, თუ საიდან მიიღო ეს სიბრძნე. ყმაწვილმა მოუყვა პატრიარქს სიზმრის შესახებ. მთელმა ქალაქმა გაიგო ეს საკვირველი ამბავი. გალობლები მის ფერ ღვთიჩოქებდნენ და პატიებას თხოვდნენ. მალე პატრიარქმა რომანოზი დიაკვნად აკურთხა და გალობის მასწავლებლად დაადგინა. ისინი კი, ვინც ადრე რომანოზის უმეცრებას დასცინოდნენ, ახლა მისგან სწავლობდნენ. ასეთი გახლდათ ამბავი წმინდა რომანოზის შესახებ. ხშირად ცხოვრებაში ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანს აბუჩად იგდებენ, მომავალში საჭირო და ყველასთვის მისაბაძი ხდება. ამას მოწმობს კიდეც სახარებიდან უფლის სიტყვები, ვინც თავი აიმაღლოს დამდაბლდეს და ვინც თავი დაიმდაბლოს ამაღლდეს. ნახვამდის.